ბატონო მურმან, მამასთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ? პედაგოგები ცოტათი მკაცრები არიან ხოლმე, მამაჩემიდან გამომდინარე ქართულის მასწავლებლად. როგორი ურთიერთობა გქონდათ, სიმკაცრე თუ ჩვეო და თუ გაგიბრაზებიათ ხოლმე? აბა ალბათ როგორ არ გამიბრაზებია და სულ ვოდიშს ვიხდით ჩემთვის, რომ თუ რამე გაწყენინეთ მეთქი და განერვიულეთ მეთქი, უკვე წასულები არიან ჩემი შოვლები და მაბატიეთ მეთქი თუ ეს ეხლა უფრო ვაფასებ რას მიკეთებდნენ ის შოველი. ეს რო წლები გადის, შენ რო ხარ შოველი და ცხოვრებისეულ გამოცდილებას რომ მიიღებ, მაშინ უფრო გახსოვს ისინი რას გიკეთებდნენ, როგორ გეტყოდნენ, როგორ დაგარიგებდა, როგორ გაგიბრაზდებოდა. ახლა შოველს რო შვილი უყვარს, იმაზე მეტად როგორ შეიძლება, მაგრამ ხო ბრაზდებოდნენ. რაღაც არ მოწა, ეს არ შეიძლება, გეტყოდნენ და უნდა დაიმახსოვრო, რომ ეს არ შეიძლება. იმან იცის, რომ ეს არ შეიძლება, მოქმედებს მე შენს პიროვნებაზე, რა ოჯახის შვილი ხარ, ხო ამბობდნენ ხოლმე ძველად, რა ვიცი, ახლა ამბობენ თუ არა, აღარ ვიცი. მაგრამ სულ ამბობდნენ, არ უნდა შეარწმენო შენი ოჯახი, მამა შენი, დედა რომ ხდებოდნენ, მე ხდებიან ეხლაც კი მამას ისინი ურთიერთობაში კულტსა განმანათლებლო ტექნიკუმში ასწავლიდა მამა. და იქ ძალიან ბევრი კარგი ხელოვანი გამოვიდა, ანზორ ერკომაიშვილი, ფრიდონ სულავერიძე და ბევრი რომ ხდებიან ხოლმე, აი მე ვასო მასწავლებელი, აი ასე გვეუბნებოდა. მამა ჩემი სპეციალობით ისტორიკოსი იყო, მაგრამ იმდელად ეთყობა, კარგად უხსნიდა რაღაცებს, რომ ის მარტო ისტორია კი არ იყო, არამედ ურთიერთობა იყო ცხოვრებისეული და ალბათ იმიტომ მაბახსოვრდებოდა და ახლა შენს ვალდებული ხარ, ახლა ასეთი შოვლები ყავდა, ნუ გააფუჭებ იმ გზას.